სამშენებლო მასალები ლიფტში. გახდა ვერ გავიგე რა ამბავია რა. გამოუშვით რა. რამდენი ხანი უნდა ველოდოთ კაცო ამ ლიფტზე ვერ გავიგე რა დაღლილი მოდიხარ ადამიანი სამსახურიდან და ელოდე ეხლა ამას რა. არა მართლა არ შემიძლია მე ამდენი ხანი ლოდინი რა. ხო შეიძლება რომ ერთხელ და სამუდამოდ სადმე კომფორტულად ვიბგზავრო. არავითარ შემთხვევაში ჯერ იყო და ის ორბის ლიფტის საშინელება კატასტროფა ვიდექი აი ესე ველოდებოდი. ეხლა არის და ეს დააჭირეთ რა ხელი რა. შენ ხوار გაფუჭდა. ახლა ამას სამშენებლო მასალები მეაქვს კიდე გავჭედავ ჩემი დედაო. არა კაცო ხო გქონდა კაცო წინაკვირაში გქონდა შეკრება ზურა შენ ხო ესწრებოდა კაცო შენი ცოლი ესწრებოდა კაცო და მიხარით. ტუალეტში ვიდა. არ უნდა ატანო. საიმე რა? რა ხდება? ბიჭო! რა ხდება კაცო? უკაცრავად ერთი წუთით ანუ სამშენებლო მასალები დაგაქვთ თქვენ ლიფტით რომელიც არ შეიძლება გიჩივლებთ რა ანუ ხო იცით რომ არ შეიძლება ამის ზემოთ ქვემოთ ტარება და ჩვენად გელოდო? ადა გადაიგე რა. აქ უნდა გელოდო კაცო რა საკითხი მეცო გავმართეთ ესენი ხალხო თორე უფრო გითხავს მოგიწევთ ლოდინი ეს გავმართეთ ეს მე მომეცი გავმიაწოდე რაღაცა რა არის ვერ გავიგე ხო გეჩქარება თქვენ მაგდადესა ბიჭო აი ეს სამაში რატო ჩა ეხლა გეხვეწებით რა ხდება კი მარა ვერ გავიგე ეხა ხო იცით რომ არ შეიძლება ამ მასალების ტარება აქეთით მიიღებ ხოდიში ამას აქ დავდებ ერთი სამესობლოს ჯგუფში ჩადადე ეს მაგას ვაკეთებ უბრალოდ გადავიღებ და ნეილისთან იმა ჩავაგდო კიდე რა ხდება კორპუსია თუ რა არის ეს ვერ გამომარქვით ეს მე აი მეგობრებო შეხედეთ რა ხდება ლიფტში შეხედეთ რა ხდება თამილა ეს ახლა ნორმალურია თამილა შეხედეთ აი ესე გამოვთ რამას ხوارიც თქვენ ბიჭო გაბრაზებულია ყველანი გაბრაზებულები ვართ რა ხდება ერთი რო გითხრათ ხო იცით რომ სამშენებლო მასალების ატანა არ შეიძლება ამ ლიფტით რა არიცით თქვენ მართლა რომ აი რა ვაკია დაინკრა გენაცვალე დაინკრა ისე კი არ არის ეს ისა კაცო გული ამაში გადახდილი ძალიან კარგად იცით თქვენ რომ სამშენებლო მასალები ლიფტში არ შეიძლება ფუჭდება ხო მე მოცილილი ვარ ფუჭდება ლიფტი ეს რაოდენობა არაფერს არ უზავს ახლა ქალბატონო რას ქვია დაიცით თქვენ რას უზავს რა სამოთო 6 ტონა ცემენტი ავიტანა გუშინა 600 რამდენი აიტანა რა ბიჭო რა ხო იცით კაცო რა ატანა არ შეიძლება სამშენებლო მასალი ჩამოგვაქვს ჩვენ ხო არა გვაქვს ვაიმე ეხა გადავირევი რა ჩავაგდე ჩადე ერთი რა ავიდეთ ეხა თუ კიდე მაგ გამოსატან ერთ დავჭო სანდაატიე თამდელი ახლივჩი ვაიმე აი ეხა რას გამოედო არ გაფუჩო მე ნახონ რა ხოდიში ამას აქ დავდებ ვაიმე როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა დაიჭირე რა ანუ როგორ ვინატრო რომ რა ვიცი ის ვიყო რა ქვია გარე ფასადის საღებავი რომ ამიტანოთ ამ ლიფტით თუ ვერ გავიგე რა გავაკეთო ბიჭო აი კაი ქალბატონო რა თმინდა ხე გადაგებოდა მე მუშაობ და მუშაობ თელი დღეა კუნესის ხმა მესმის კუნესის ხმა და თურმე რატო მოიც ჩვენ რა შუაში ვართ მე კუნესის ხმა არა მე მეგონა რომ სხვა იყო სხვისი კუნესის საქსის კუნესის ხმა მესმო თურმე ლიფტი კუნესის ერთი წუთი ეხა დალი ერთი წუთი იცი რა მაინტერესებს ვის სახს არემონტებთ აი ეგ მაინტერესებს ახლა მე აი ფენი მეზობელი როა ვინა ბოლო 3 სართული რო აქვს ის 400 კვადრატი რო აქვს ბოლო 2 თუ 3 სართული რო აქვს გაერთიანებული ხო მაგაც სახს არემონტებთ და არიცია რომ არ შეიძლება აი მოვიდა აი ამის სახსვარი გამარჯობა შენი როგორ გიკითხოთ როგორ ხართ არემონტებთ ხო 400 კვადრატს ვაი ასე გიყოლა მტერი და დამაწყევარი რა მარც მე ვარ 400 კვადრატი ვინა ვიყიდე ბიჭო აბა 500 კვადრატის საშუალება სადამ გამაგებია ბიჭო ბოშმა ჩაბარა ბიჭო უნივერსიტეტში და მამიკო პრავა ავიღეო და იქნებაო რამე მანქანა მიყიდო და შვილებს ვიცავარ 2022 წლიანი მერსედესი უყიდე ბიჭო აბა 2024-იანი საშუალება სად არის მე ხო ადამიანი ვარ მე ბიჭო საკოლექციო მანქანით თუ არ დავდიოდე შვილებს ვიცავარ ბიჭო 1960 წელს გამოშვებული პორში არის ბიჭო შენ სიგარეტი ხო არ გაქვს გავარცხავს გამოვართ
ზურა, კარგი რა, უთხარი რამე, შენ გამკორიჭო! კაი, არა, გიჩივლებ რა, კარგად დაიმახო. მე ვარ ძალიან პრინციპული ხალი. მე თქვენ აუცილებლად გიჩივლებ. გაგეწელებათ. რა, არაფერი არ გაიწერება. სასამართლო პროცესი არ გაიწერება. არ მაგაზე არ გეუბნები. აბარაზე მეუბნები. თვითონ სასამართლო პროცესამდე მისვლა გაგეწელებათ. ეხლა სანამ მე ამას ჩამოვიტან კიდე ზემოდან ქვემოთ, მე სანამ თქვენ ახვალთ, მოწესრიგდებით, მე ამასობაში კიდე ქვიშა მაქვს იქიდან ჩამოსატანი, სანამ იმას ჩამოვიტან და რა ვიცი, მაგდენ იმას ეს მომეხმარეთ. არა, მაინც გიჩივლებ. ანა, ჩავაგდე ჩატში იქ. ეთერისაც დარეკეთ რა, პოლიციაში დარეკეთ ძალიან აქ თქო და რა. დარეკეტება ეს, ეთქობა თქო. მომისმინეთ აქ ერთი ხო ხდება ქალბატონო შეშიმო რა გინდა ხო იცით რომ ამ სამშენებლო მასალების წარება ლიფტით არ შეიძლება. დაგექირავებინათ კაცო ერთი ჟირაფი და 500 ლარი მიგეცა. ქალბატონო, აქ თუ არ მეფიქროს მაგაზე, მაგრამ 5 ბიჭი მყავს ბიჭი და მე 4-ს მოუწყვე ცხოვრება ყველანაირად და მე 5-საც ხო უნდა მოუწყვე. 400 კვადრატი ხალხო რა გახარ. ვაიმე, სხვა ალტერნატიული გზა მოძებნით კაცო და იმით ატარეთ ეს ნაგავი. და აღარში გამისკდაგული ბიჭო, ჩემი საკუთარი ლიფტი მაქვს ქალბატონო, იქით შვილებს გიფიცები სულ ახალია, მაგრამ იმაში იმდენი ფული გადავიხადე ქალბატონო, ის რო გაფუჭდეს, გამისკდება. ეს არა. შენ სიგარეტი ხوارი ვაიმე, ზურა, კარგი რა. აქ ხართ კიდე თქვენ კაცო, ვერ გავიგე ხა. ვეღარ დავკეთე, იმის კარები აღარ იკეთებ, მაგრამ ნეტარა თუ არ იკეთება, ნეტარა თქვენ აფუჭეთ კაცო რა. მე ფული კაცო. არ გავჭედო ეხლა. კიდე დაკავებულია ლიფტი? ის მინდა. აუ, რატოა? სულ დაკავებული, ვერ გავიგე, რა ხდება? ვაიმე. რა? თქვენ მეორე სართულზეა ცხოვრო? კი. მეორეს. მე ახალგაზრდა გოგო ხართ და ფეხით ადით რა. რა ფეხით? უნდა შევიდე და გადავიღო სარკეში სელფი აუცილებლად და ავტვირთო. ეს რო არ გავაკეთო, ჩათვალეთ რომ ეს დღე ჩემთვის აღარ არის, აღარ არსებობს და საერთოდ ხალხო გაითვალისწინეთ რომ ხალხს გვინდა შევიდეთ და სელფი გადავიღო და რამენაირად ჩამოცალეთ ეს ლიფტი რა. მაშინ მეორე სართულის ხალხმა ფული დადეთ ლიფტის აუცილებლად. ეხლა ფეხით აირბინე ჩემო კარგო. კიდე მეორე სართულზე. დამეთვლი კინა მინდა და დავკეტავ კარებს საკუთხეში და თქვენ უჩხიდიეთ ხოლმე და იმიტომ ფუჭდება ეს. არა, ფუჭდება სულ. რა არ ფუჭდება? მომისმინე. რა ხდება? არაფერი ზურა, დაიძინე შენ, დაიძინე. მომისმინეთ, ჩაწყდება ეს ლიფტი, ჩაწყდება და ჩავარდებით და დაილეწებით რა. ლიფტი დაილეწებიო, მე სადღა დავილოცე ლიფტში. შენ რო იცოდე სადა ვარ დაეცილი, მაგრამ ლიფტში არაფერი არ მოგევა, ნუ გეშინიათ. ლიფტი ვერაფერი არ მივიდა, ხარჩაცდება. გამარჯობა, მე-77 B კორპუსი ეს არის, ხო? კი, ეს არის. გამოძახება დაფიქსირდა, ლეიტენანტი ხუსკივაძე. აბა რა შესაქმე აქ თაგზაში ხო, ჩვენ გამოგიძახეთ, კი ბატონო, ჩვენ გამოგიძახეთ. რა ხდება რა? დაიღუპეთ კი არა. ხდება შვილებს გიფიცები, მე არაფერ შუაში არ ვარ. ერთი წამი. პატარა 400 კვადრატი თუ არ მქონდეს რაკეტი, მე არ დამშვიდდი ეხლა ეს ჩავაყენო რა ხდება? ლიფტით დაგვთ, სამგზავრო ლიფტით. სამშენებლო მასალები და ჯარიმაა მაგაზე დაუწერეთ ჯარიმა. მე თქვენ თავმჯდომარებს ამბები? დიახ. მე გამოკრული არა, გვაქვს გამოკრული და იცი სამშენებლო მასალების ახალ აშენებულ კორპუსში ლიფტით არ ტანა, არ შეიძლება. ჯარიმა არის 1000 ლარი და ეხლა გამოგიძეთ 1000. არანაირად არ შეიძლება. რაღაცეები ყია ჯიბეში, მაგრამ ეს ბიჭო რაღაცაში დამჭირდეს თვითონ. ეს არაფერი არ არის ბიჭო. ათე შვილი მყავს ბიჭო ემიგრაციაში ბიჭო, ჩემსკენაც მე ხედით ხალხო ის ხო არა დიდი კომპანიის იურისტი არის ბიჭო, საფონდო ბიჭას მომიყო ერთაუტოვებ თუ არა უეჭველი ჩამოვალი შვილო ბაბა. რა უფრო გამწია ბატონო პოლიცია. მაშინ რაშია ეს ცით საქმე? მოდი გაფრთხილებას დაგიწერთ მაშინ მარტო. რა გაფრთხილება? ასეთი სიტუაცია თუ არის ახლა როგორი სიტუაცია? ადამიანის მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. მე რა ვიცი მდგომარეობაში ვერ შევიდეთ. დაუწერეთ ჯარი. მენ ინსპექციაში დავრეკავდა თქვენ თავსაც დავაჯარიმებინებ და თქვენ დავაჭერინებ საერთოდ არანორმალურები ესენი რა. ვაიმე არ დავუღოთ ქალბატონო, თქვენი ჭირიმი 10 წელიანი რაც მუშაობ პოლიციაში ძლივს დამაწინაურეს. ერთი კვირა არ მიცინია. შკოდა მომწეს აღბასლაინებში დავთვალო ყაცაცლი. სიგარეტი ხო არ გაქვს?
არა, გამოდი ერთი, გამოდი შენ. ესე იგი თქვენი ხიდი 400 კვადრატი თუ არ მეყიდო საგედო. ან კორპუსი შენი ამოიღე წუწუნა კაცის დააჩაღება. მოდი ბიჭო, მოდი ძმაო. Короче, აი ეს ბაითია ძმაო რა. აქ ფულია, შენ ძმობას ფიცავარ, შეიძლება ერთი კვირა ვერ თვალოთ მე და შენ იმდენი ფულია. ბიჭო, ხომ არა, ესე პირდაპირ შევდივარ, თუ იმე მეზობელი არ გამოვიდეს რა. აუ, შენ რა მეზობელი, ბიჭო, აქ კაცი ცხოვრობს, მე7-ე, მე8-ე, მე9 საათული, ეს ახლა ყველა მაგისია ვახშნა, არც მეზობელი არავინ არ ყავს, მაგრამ 24 საათი ტირი შენ ძმობას სულ წუწუნებს და მაგამა ფული ამიცან. არა და შვილი ყავს ამერიკაში, მაგრამ ფულს უგზავნის, რავი, აი ტონას შენ ძმობას ვიცა, მაგრამ სულ წუწუნებს და სულ ტირისკო ხო გეუბნები. ბიჭო, აი ეხა მართლა მაგდენი ფული აქვს, რომ ეს ყველაფერი მაგისია. აი, წამოდი ეხა მე და შენ აქ შევიდეთ მეო და მე შენ გაჩვენებ რა არის ფული, ოღონ იმენა არ გაგიჟდე. დავაი. დავაი, დროზე ფული. მე და ფული ბიჭო რა ოჯახში შემოხვედით თქვენ არიცით ამ ოჯახში რანან ფორბსის სიაში ვარ ბოლოდან მეორე ბიჭო გაჩუძო მოგაჭირება. ვის სიაშიო ბიჭო? ფორბსის სიაროა ბიჭო, მსოფლიო მილიონერების სიაროა, მაგრამ ანუ მეორე ხარ. ბიჭო ბოლოდან მეორე ვარ ბიჭო. ой მე გული გამიხდა ცუდად. დროზე ბიჭო გული გავწადი ბიჭო ცხალი მოუტანე ონკაინ და რა გეხვეწე არ მომდე. არ დამისხარ შვეიცარიის ანკარა წყაროებიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა წყალი მაქვს ის დამისხარ. წყალი არა ისა ბიჭო. ოკარი წყალი სად მაქვს ჩამიჭრის ბიჭო ვერ პოლიციაში დარეკვა არ იფიქრო ბიჭო თორე იმენა შუბს გაგიხურიტავ ბიჭო. სად მაქვს დასარეკი რომ წვინოდეს ბიჭო სად მაქვს ბიჭო. მე ვიცი რა უნდა ვქეთე აიფონი წავა აბაბა არა ბიჭო აიფონი ტელეფონი მოგვიცი მალე ტელეფონი მეთქი თვითონ ფირმაზე ამბობს თქო აჰა ძმაო შეხედე რამდენი ტელეფონი ამა შეხედე აჰა ძმაო შეხმის ამომხი კი რა ამა შეხედე ბიჭო საერთოდ ბიჭო დაეგდე ბიჭო ამა შეხედე რამდენი მანქანის გასაღები აქვს ბიჭო ამა შეხედე და გოკითხოს კაცმა ფული არ ამაკო ეს რა არის ბიჭო დავაი დროზე ფული შუბის ბრალია მაგან დამღუპა ბიჭო მამიკო მამა თქვა მიცი დური მანქანა მინდა მამა მეუთხე რაღაცა აპუნქტიდან ბიკუნჩი რო გედევიდე თქო ბიჭო და რომელი მანქანა გინდა მამა იყოს ეგენი რომელი მანქანა გინდა რა ვიცი მამა მეუთხარი რა ნიშნავს რაც ეკონომიური იქნება უფრო კაი მამა მეუთხარი და ამ დროს გეითიშა ტელეფონი რა ვიცი რა გეიგო იმ ბოშვა ბიჭო 6 მანქანა მიყიდა ბიჭო 6 რა ჯანდაბა სულ სხვადასხვა ხო მაგას ბენზინი უნდა მაგას მოულაუთა საერთოდ დაეგდე ბიჭო აქ დაეგდი ბიჭო მომისმინე მე წავალ ხა იქ რაღაცებს შევამოწმებ და შენ ამას მიხედე რომ ასად მე არ დარეკოს ან რა ხო ეუბნებოდი ჩემს ბიჭო რა გინდა ბიჭო რა მინდა კი არა დავაი დროზე ფული ბიჭო დედა არ მაქვს ფული ბიჭო არ მაქვს გრამი ფული დავაი ოქრო მაშინ ბიჭო უი დედა ოქრო ბიჭო რას ხედავ ოქროს სად ხედავ ოქროს ბიჭო სად მაქვს ოქრო ბიჭო რა სახში შემოხვედი დავაი მაშინ აქციები გადმომიფორმე უი მე გამეცინებოდა გლახა დღეში რომ იყო სად მაქვს აქციები ბიჭო ბიჭო ოქრო შენ არ გაგა რაც მატყუე ბიჭო შენ ხო არა ბიჭო არ მაქვს რა გაჭირვებაში ვცხოვრო ბიჭო დაეგდე ბიჭო აქ დაეგდი არ მაინტერესებს მეთქი უი დედა რა გინდა რა ფული არა გაქვს ბიჭო რა ფული არა გაქვს ჯერ ამას შეხედე რა დავაი ხა დროზე ფული თორე კედელს გაგატანიებ თავში ახ არ გაგატანინე ბიჭო 5 მეტრიანი სეიფია მაკედეში ჩაშენებული ვერ გაგატანინე ბიჭო ვერ 5 მეტრიანი სეიფი ხო აბა 10-იანი საშუალებას მატყობ რამეს რომ გქონდეს ბიჭო გამიწურინდა ბიჭო არ მაინტერესებს დავაი მეთქი ხა დროზე შენი ობლიგაციები გადმოიფორე მაშინ ფული თუ არა გაქვს ობლიგაციებზე ველაპარაკი ბიჭო Google-ის 1% მაქვს ბიჭო კილაო რაღაცა ბიჭო ერთი კინკილა იმ საიტით რა ფული უნდა იშო ბიჭო ჩამხედე თვალებში კაცი არ ხარ ბიჭო რა ნახე რა გაჭირვებაში ვარ ბიჭო ხელოვნური მაქვს ბიჭო ყველაფერი ბიჭო რა დაეგდე მეთქი ბიჭო აქ დროზე და ფული ვაი დიცა რა მეშვილი ამას შეხედე რამხელა ახალი ბრილიანტის ხელსაბამია და ფული არ მაქვს ბიჭო შენამო რა ხარ ბიჭო ელიზაბეთ მეორის ნახმარია მეორადია კაპიკია მაგის ფასი ბიჭო რომალში არ გივიკეთებ ბიჭო შეხედე ბიჭო რა ბრილიანტებია გამა შეხედე რამდენი ბრილიანტებია ბიჭო და ფული არ ამაქვს ბიჭო ამახვარო ბიჭო ბრილიანტები ბიჭო შვენს პიცავარ ამ კედელში ჩავაყოლე რასტორს ვზილავდი რაც ყოდა ქვავერ ვიშოვე ბიჭო სიმხარისთვის კედელში ჩამეყოლებია და ჩავაყოლე ამას ბიჭო ამას ბიჭო ეს კი არა წეგან გავედი იქით და ამხელა მაცივარი მიდგას ეს აი ძალიან დიდი მაცივარი მიდგას და ის იქნება საჭმელები გამოტენილი და ფული არ ამაქვს ბიჭო შენ ამბო ნეტა მაცივარი იყოს ბიჭო ბიტკოინის დანადგარია მაინინგებს გამოიმუშავოს ბიჭო ნეტა მაცივარი იყოს და საჭმელი იყოს შინი ბიჭო რამხელა ხმა აქვს ბიჭო იცი ვერ ვიძინებ არა ბოშმა მხავარო
იქნებაო დავდგათო მამა სახში ხატს ვერ უტეხავ ბიჭო ხანდახან სუმინდა ბიჭო რომ გევიქცი ამ სახლიდან მაგრამ 25 ოთახში პირადი ნივთების მოგროვების საშუალება სად არის ბიჭო 25 ოთახში 25 ოთახია 35 არის მაგრამ 10 მაქვს უთვისებელი დაუყოფი არ ვარ შიგნით ბიჭო სად ხატაო ბიჭო 35 ოთახიანი სახლია მამა 36-ის საშუალება ფიზიკურად გადახედე საფხული ბიჭო თუმა დარაფერი შეიძლება გაგეხმეთ და დავა იარა დამალე და გააღე თუმად თუმად ეგრე ბიჭო ის პოლიცია ახლა თუმოწუნა გამარჯობა მე კურიერი ვარ ამერიკიდან არის თქვენთან გზავნი კი ბატონო ჩავიბარეთ მომეც ბოდიში ერთი წუთი თქვენ არ ვეცნობთ და ხშირად გამოგხოლე ამანათები და თქვენ ვინ ხართ ისა მოახლეები ვართ რა ვალაგე კი აგე 22 ოთახზე ვარ მისული აი მე 40-მდე როდის იყო 40 აი ინებეთ ეს გზავნი ძალიან დიდი მადლობა რა 20 ოთახი სად არის გახსენე ბიჭო რა დედა რასულელი ბოში მყავს ამას შეხედე ბიჭო ზესუზირა ვინა მამა თქო და ორეკედა ნახე რა უკიდია დედა ვამბობი ზესუზირები და ფული არ ამაკო ხო შეახვალ ბიჭო ფული არ ამაკო ბიჭო სემიჩკა გამომიგზავნა ბოშმა ბიჭო ფული რომ ქოდეს ახლა მონალიზას ხო იყიდიდა ბოში სადა სემიჩკა გამომიგზავნა ბიჭო ხა ღირსი მე გაუხრიტუ ამას ეხა ერთი შემომისმენე ეხა შენ ამოთხირა რომელ ტელეფონსაც გინდა აიღებ შეშვილს დაუნდეკავ რა ფული ჩაგივიწყოს და მაგშვილს მოგცემ ჩვენ გაიგე არა შეიძლება ხდება ბოში ახლა და რა შეიძლება დააჯროდე ბიჭო ფული აიღე და არ ეკეშვი ფული ჩარიცხოს ანგარისი ბოშს არ მიწენინები ჰალო მამიკო მა ვაი ესე გიყოლა მტერი და დამაწყივარი შვილო რა ვარც მე ვარ მამა ორი მძარცველი შემომივარ და სამი საშუალება კი არა მამა ხო სად ვიყავი ხო ტელეფონი ხო შემომივარდნენ რომ ფული მინდაო მამაო ხო სად მაქვს შვილო ფული ის რო გამომიგზავნე ბორჯო მხარაგაულის წეპარკი ხო ვიყიდე მამა მთლად კაპიკი არ დამჩენია მამა ფულს ფულობა არ აქვს შვილო ხო კაი მოვიფიქრე მამა შენ რაო არა მა შეიხება მამა კაი მე კაი მამა კაი მამა რაო ბიჭო შენმა ბიჭმა ეს ვანგოგის ზესუმზირები რო გამოგიგზავნა ფული არ ამაკო თუ რაო რა გიხარ ერთი ბიჭო რამდენი უნდათო რამდენიო კი მარაო რამდენიო რამდენი და ერთი 100,000 დოლარი გინდა 200,000 დოლარი დააი ბიჭო 200,000 მე ბიჭო გეთქვათ უიმე კაპიკები თუ გაჰა ბიჭო და გამეიტანე ბიჭო მაგისთვის შემომივარდი სახში რაკერ არის ანგარიშზე ბიჭო გამეიტანე კაპიკები ბიჭო 4-4-იანი ეპაროლება 5-5-იანი საშუალება ისედმე დავაი წამო დროზე ბიჭო დავაი 4-4 სიგარეტი ხო სიგარეტი არა ის და რა დღეში ჩამაგდეს ბიჭო რა მიქნეს